დღეს ვისაუბრებთ გულის ემბრიოგენეზზე, ანუ კარდიოლოგიის სისტემის ემბრიოლოგიურ ნაწილზე, სადაც მიმოვიხილავთ როგორ გაკეთდა ენდოკარდიალური პრიმიტიული მილიდან, თვიბიდან ზრდასრული ადამიანის გული. ასევე მიმოვიხილავთ გულის ემბრიოგენეზთან დაკავშირებულ პათოლოგიურ პროცესებს ყველაზე ხშირად, რომელიც გვხდება ხოლმე გამოყენებაში და ტესტირებადი, რომელიც დაავადებებიც არის ხოლმე. მაგრამ რომ არ დავიწყოთ ყველაფრის ახსნა შუა ნაწილიდან, იმიტომ რომ გული როდესაც ვითარდება უკვე ემბრიონი დიფერენცირებული, განვითარებული განვითარებულ stage-ზე იმყოფება, მაშინ დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. და თუ ვიწყებთ ყველაფერს თავიდან, მაშინ უნდა განვიხილოთ ზიგოტიდან პროცესები. აქ უკვე ხედავთ, რომ არის პრენუკლეუსი, რომელიც ორი პრენუკლეუსია, მატერნალური და პატერნალური ნაწილი. ხოლო მას ირგვლივ აქვს ზონა პელუციდა. ეს ზონა პელუციდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომელსაც განვიხილავთ. იქამდე რაც მინდა გითხრათ, რომ ეს ორი პრენუკლეუსი ერთმანეთს შეერწყმება და შემდეგ დაიწყებს უკვე მიტოზურ გამრავლებას. ანუ ერთი ზიგოტიდან ვიღებთ უკვე ორ უჯრედოვან stage-ს. როგორც ხედავთ, ორი უჯრედი მივიღეთ, რომელიც ერთმანეთის იდენტურია და მას ირგვლივ აქაც ზონა პელუციდა აქვს. ეს ზონა პელუციდა არის გლიკოპროტეინის შრე, რომელიც გარს აკრავს ზიგოტას. გარკვეულ დონემდე და ვახსენებთ, როდის გაქრება და რატომ გაქრება ზონა პელუციდა. ამ შემთხვევაში ზონა პელუციდა აუცილებელია, რადგან როდესაც ზიგოტა დაყოფას განიცდის, მიტოზურ დაყოფას, ეს არ უნდა მოხდეს ზომის გაზრდის ხარჯზე, არამედ უნდა მოხდეს რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. ასევე ეს ორი მიტოზურად მიღებული უჯრედი ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს, რომ cell signaling-ი იყოს უფრო გამარტივებული, რადგან შემდეგ ეს უჯრედები უნდა დიფერენცირდნენ სხვადასხვანაირად, ჯერჯერობით ისინი პლურიპოტენტურ, ანუ ომნიპოტენტურ stage-ში იმყოფებიან. შემდეგ ისევე ეს ორი უჯრედი მიტოზურად დაიყოფა, მივიღებთ 4 უჯრედიან stage-ს, შემდეგ კიდევ დაიყოფა 8-ს და ასე შემდეგ დაახლოებით 12-32 stage-ის ეტაპზე მივიღებთ მორულას. ანუ ამ ფაზას, როდესაც ფერტილიზაციიდან 30 საათიდან 3 დღემდე ზიგოტიდან მორულას მივიღებთ, ვეძახით კლივიჯის პროცესს. ამ დროს ბირთვისა და ციტოპლაზმის ratio მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც დაიყო ერთი დიდი უჯრედი ბევრ რამოდენიმე პატარა ზომის უჯრედებად, ზომის უჯრედის დაპატარავება მოხდა ციტოპლაზმის ხარჯზე და არა ნუკლეუსის ხარჯზე. შესაბამისად, თანაფარდობა ნუკლეუსის დიამეტრის ციტოპლაზმის დიამეტრთან იზრდება და კიდევ განმეორდები, რომ ეს აუცილებელია, რომ cell signaling-ი, ანუ უჯრედებმა ერთმანეთთან კომუნიკაცია უფრო მარტივად დაამყარონ. მორულიდან გადავდივართ ადრეული ბლასტოციტის ფაზაში. ადრეულ ბლასტოციტში ეს ზონა პელუციდა უკვე დეგენერაციას განიცდის. ეს უკვე აუცილებელია იმისთვის, რადგან უკვე მიტოზურად გამრავლებული მორულის stage-ი უკვე საჭიროებს, რომ ზომაში გაიზარდოს. თუ ზონა პელუციდა იქნება, მაშინ ზომაში ვერ გაიზრდება, შესაბამისად დეგენერაციას განიცდის ზონა პელუციდა და უკვე უჯრედი იწყებს ზომაშიც, ანუ დიამეტრი ამ მორულის და უკვე ადრეული ბლასტოციტის იზრდება. ასევე როგორც ხედავთ, აქ უკვე არის დიფერენცირებული ორგანიზაცია წასული. ანუ ერთ პოლუსში მოთავსდა კომპაქტური უჯრედები და ასევე გარშემო გაკეთდა უჯრედები. ეს ადრეული ბლასტოციტა ელექტრონულ მიკროსკოპში შეგვიძლია ვიხილოთ და გამოიყურება ასე. ეს არის ის ირგვლივ, რომელიც არის ის უჯრედები, რომელსაც ვეძახით ტროფობლასტს, ხოლო შიგნით აი ეს ერთ პოლუსში მდებარე inner cell massa უკვე კომპაქტიზირებული უჯრედები, რომელსაც ვხედავთ. როდესაც კიდევ უფრო მოხდება ორგანიზაცია ადრეული ბლასტოციტიდან მივიღებთ გვიანეულ ბლასტოციტს, სადაც ხედავთ განსხვავება არის, რომ ეს cavity, რომელსაც ბლასტოცისტურ cavity-ს ვუძახით, რომელთანაც შემდეგ ემბრიოლოგიურად მნიშვნელოვანი სტრუქტურები წარმოიქმნება და ვახსენებთ, რაც წარმოიქმნება, უფრო ფართოა, დიდია, ხოლო ეს inner cell massa უფრო კომპაქტურია და უფრო პოლუსისკენ არის წასული. იგივე შეგვიძლია აქაც დავინახოთ, აი ეს არის cell კომპაქტიზირებული, რომელიც ასეთი მდგომარეობიდან უფრო დიფერენცირდა, უფრო პოლუსისკენ და უფრო კომპაქტიზირებულად ხედავთ, ხოლო ეს არის ჩვენი ტროფობლასტები.
ტროფოპლასტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ეს ბლასტოცისტი იმპლანტაციას განიცდის, ანუ დედის უტერუსში, ანუ საშუალოსნოში უნდა ჩაშენდეს. და თუ უნდა ჩაშენდეს, ნიშნავს, რომ რაღაცით უნდა მიემაგროს და შემდეგ უკვე ინვაზია გააკეთოს. ამაში უკვე მონაწილეობას იღებს ეს ტროფოპლასტები, ის ტროფოპლასტი, რომელიც უშუალო კონტაქტს გააკეთებს ენდომეტრიუმთან, რომელიც არის ყველაზე შიგნით და შრე საშუალოსნოსი, მას დავუძახებთ სინსიტიო ტროფოპლასტს, აი აქ ხედავთ უკვე სინსიტიო ტროფოპლასტი, რომელმაც ინვაზია გააკეთა და აქვე სინსიტიო ტროფოპლასტი აქ თუ დააკვირდებით, ჩანს რომ მას პლაზმური მემბრანები, აი აქ არ გააჩნია, ანუ დამყოფი პლაზმური მემბრანები არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქმნიან სინსიტიუმს. სინსიტიუმი არის, როდესაც რამოდენიმე უჯრედი გაერთიანდება, ერთი საერთო პლაზმური მემბრანის ქვეშ მოექცევიან, აქვთ ასევე საერთო, მაგრამ ყველას თავისი წილი ციტოპლაზმა, ორგანელები, ბირთვი და ასე შემდეგ. ხოლო ის ტროფოპლასტები, რომლებმაც ინვაზია არ გააკეთეს უტერუსის ენდომეტრიუმში, მათ ვეძახით ციტოტროფოპლასტი არის პროლიფერაციისთვის აუცილებელი, ხოლო სინსიტიო ტროფოპლასტი ინვაზიური და არის მულტინუკლეიდით, რომელიც უკვე ავახსენეთ რატომ და როგორ. ეს უკვე კარგად ჩანს, როდესაც სინსიტიუმი გაკეთდა და ღრმად გააკეთა ინვაზია, აქ ხედავთ ენდომეტრიუმის კაპილარებს, რომელიც შემდეგ უკვე პლაცენტის დედის მხარეს მოთავსდებიან და სისხლმომარაგებაზე იქნებიან პასუხისმგებელი. ეს სტეიჯი ახლა რასაც უყურებთ არის დაახლოებით იმპლანტაციის პერიოდი მე-9-10 დღე. აქ უკვე შეგვიძლია კარგად განვასხვაოთ ორი ქევითი. პირველი აი ეს ქევითი, რომელიც ქვევით მდებარეობს და მას ვეძახით ექსტრაცელულურ ქევითის, რომელიც შემდეგ პრაიმერი yolk sacs მოგცემს და პრაიმერი yolk sacs-ი შემდეგ მაგალითად მონაწილეობას მიიღებს ერითროციტების წარმოქმნაში. ანუ სისხლის გაკეთებაში იღებს მონაწილეობას მანამ სანამ ელენთა, ღვიძლი და bone marrow დიფერენცირდებიან. ხოლო ის ქევითი, რომელიც ამ cell compact inner cell mass-ში მოთავსდა ზევით და უკვე გამოიყო და ვხედავთ, აი ეს კერძოდ ეს იქნება amniotic ქევითი. აქ შეგვიძლია განვაცალკევოთ უკვე ეს ორი უჯრედის დისკი, რომელიც იქნება ეპიბლასტი. ეპიბლასტი სიტყვაც მიგვანიშნებს, რომ ანუ ზევით რომელიც მდებარეობს, იმას ვეძახით ეპიბლასტს, ხოლო ქვევით რომელიც მდებარეობს, მას დავუძახებთ ჰიპობლასტს. ამ stage შეგვიძლია ბილამინარული დისკის stage დავუძახოთ. ისევ გვაქვს amniotic ქევითი და გვაქვს უმბილიკალური ვეზიკულა, ანუ იგივე yolk sac-ი. შემდეგ ეს კიდევ უფრო დიფერენციაციას განიცდის და იწყება გასტრულაციის ფაზა. გასტრულაციის ფაზა გულისხმობს, რომ ამ ეპიბლასტიდან, ზევით მდებარე ეპიბლასტიდან, აი აქედან, მოხდება სამივე გერმინალური შრის გაკეთება, ანუ ენდოდერმის, ექტოდერმის და მეზოდერმის. ხოლო ჰიპოპლასტი ამ პროცესების რეგულაციაში წვლილს შეიტანს. აქვე აი აქ უკვე შეგვიძლია პირველი, მეორე და მესამე შრე განვაცალკევოთ და აქვე შეგვიძლია ვახსენოთ პრიმიტიული სტრიქი, ანუ პრიმიტიული ნოუდი, რომელსაც ვიხილავთ უფრო გადიდებულად აი აქ. ეს არის პრიმიტიული ნოუდი, რომელიც არის ექტოდერმის შესქელებული ნაწილი, ექტოდერმა, ენდოდერმა და მეზოდერმა ისევ ვახსენებთ, რომ მოდის ეპიბლასტიდან და როგორ კეთდება, ამას ვხსნით ახლა. ამ პრიმიტიული ნოუდიდან, რომელიც არის ამ ეპიბლასტის ჯერჯერობით არადიფერენცირებადი ეპიბლასტი დავარქვათ, შესქელებული ნაწილიდან, რომელმაც გააკეთა თავისი ფოლდები და გრუვი, ეს არის პრიმიტიული გრუვი პრიმიტიულ სტრიქში. და პრიმიტიული ნოუდი. პრიმიტიული ნოუდი მისცემს სიგნალებს ეპიბლასტს, რომ მოხდეს მისი მიგრაცია ქვევით და ჩაანაცვლოს ეს ყვითელი ჰიპობლასტის უჯრედები. ის უჯრედები, რომლებიც ამ ჰიპობლასტს ჩაანაცვლებენ, displacements გაუკეთებენ და აღმოჩნდებიან ყველაზე ქვევით ქვედა შრეში, შემდეგ მომავალში მოგცემს უკვე ენდოდერმულ შრეს. ხოლო ნაწილი მოთავსდება ეპიბლასტს და ენდოდერმას, ანუ უკვე რო ჰიპობლასტი ჩაანაცვლა იმ შრეს შორის შუაში, აი აქ, რომელიც მომავალში მოგცემს მეზოდერმას, ხოლო ის ინტაქტ ნაწილი, რომელიც დარჩა ჯერ კიდევ ზევით, ექტოდერმალური შრე იქნება მომავალში. ასევე რაც უნდა განვიხილოთ, არის ის, რომ ამ მეზოდერმაში
აღმოჩნდება აქსიალური მეზოდერმა, რომელსაც ნოტოქორდს დავარქმევთ, ნოტოქორდი, რომელიც სიგნალი ამ პრიმიტიულმა ნოუდმა მისცა, რომ გაკეთებულიყო. მეზოდერმის დიფერენციაცია არის ჩვენთვის ახლა პირველადი, რადგან ამ მეზოდერმიდან, კერძოდ რომელი სტრუქტურიდან ვიტყვით, კეთდება გული. ნოტოქორდი. ნოტოქორდი თავის მხრივ მის ზევით არსებულ ექტოდერმასაც სიგნალებს მისცემს და იქიდან ნეიროექტოდერმა, ნეიროლთიობი და ნერვული ქსოვილების განვითარებას დაიწყებს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც გულისთვის SA და AV nodes, რომელსაც განვიხილავთ რა არის, მათაც სჭირდებათ რეგულაცია სიმპათიკა და პარასიმპათიკური ნერვული სისტემით. ნოტოქორდი თუ აქსიალურია, მაშინ მის გვერდით მდებარე მეზოდერმა შეგვიძლია პარააქსიალური მეზოდერმა დავარქვათ. აი ეს ორი პარააქსიალური მეზოდერმა. მის შემდეგ გვერდით მყოფი იქნება intermediate მეზოდერმა, ხოლო ბოლოსკენ უკვე იქნება ლატერალური მეზოდერმა. ლატერალური მეზოდერმა დიფერენცირდება ორ შრედ, რადგან მის შიგნით აღმოჩნდება ინტრაემბრიონალური ცელომი, აი ეს ინტრაემბრიონალური ცელომი და ეს ლატერალური მეზოდერმა დიფერენცირდა სომატოპლევრად, ანუ სომატოპლევრა უკვე არის კერძოდ ზევით არსებული, ანუ პარიეტალური სომატური მეზოდერმისა და მის ზევით არსებული ექტოდერმის ერთობლიობა, სომატოპლევრა. ხოლო სპლანხნოპლევრა გაკეთდა ქვევით არსებული მეზოდერმისგან, რომელსაც სპლანხნიკ მეზოდერმას ვეძახით, ანუ სპლანხნიკ მეზოდერმა ენდოდერმასთან ერთად მოგცემს სპლანხნოპლევრას. სპლანხნოპლევრიდან კრანიალურად გაკეთდება ჰარტფილდები და ბლად ვესელები. ანუ მოვედით უკვე იმ სტეიჯზე, სადაც უშუალოდ გულის ემბრიოგენეზზე საუბარს დავიწყებთ. ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ, რატომ დავიწყეთ ზიგოტიდან ამ მეზოდერმა, ექტოდერმა, ენდოდერმის დიფერენციაციამდე საუბარის არის ის, რომ გვეჩვენებინა გულის უჯრედები სტრუქტურულად საიდან მოდის ემბრიოგენულად და ისინი მოდიან სპლანხნოპლევრიდან, რომელიც ლატერალური მეზოდერმის ორ შრედ დაყოფის შედეგად მივიღეთ. ასევე მინდა ვახსენო ინტრაემბრიონალური ცელომი, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ ლატერალური მეზოდერმის ორად დაყოფაში, რომელიც მომავალში მოგცემს პერიკარდიალურ ქევითის, რომელიც არის გულის გარეთ არის პერიკარდიუმი, ანუ გულის პერანგი, რომელსაც აქვს ორი ვისცერალური და პარიეტალური შრედ, ხოლო მათ შორის არის პოტენციური სივრცე პერიკარდიული ქევითი. და ეს მოვიდა აი ამ ინტრაემბრიონალური ცელომიდან. ასევე ის მოგცემს მომავალში ინტრაემბრიონალური ცელომი პერიკარდიალური ქევითის გარდა პლევრალური ქევითის, რომელიც ფილტვის ირგვლივ იქნება და პერიტონიალური ქევითი. გადავიდეთ უშუალოდ ჰარტფილდებზე. ანუ ჰარტფილდები არის უჯრედების მასა, რომელიც ფარინგიალური რეგიონის წინ ემბრიონში იმყოფება. აი ემბრიონი რო წარმოვიდგინოთ, დაახლოებით აი ესეთი ფორმის არის. აი აქ კუდის ნაწილია და აქ თავის, ანუ კრანიალური და კაუდალური ნაწილი გვაქვს. დაახლოებით აქ სადღაც თვალის ყურის არეა, ხოლო აი აქ ფარინგიალური ნაწილია, რომლის წინაც გაკეთდა ეს ჰარტფილდი. ჰარტფილდებზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ორი. primary, ანუ first heartfield და second heartfield. First heartfield არის ორი, მარჯვენა და მარცხენა, ანუ ის არის ბილატერალურად ორი ცალი, ხოლო ამ first heartfield შემდეგ ემატება უჯრედები, დამატებითი უჯრედები, რადგან ემბრიონი რომ იზრდება, ეს heartfield-ებიც უფრო იზრდება. First heartfield-ის ზრდას აკეთებს second heartfield-დან მიმატებული უჯრედები. Second heartfield-ს აი აქ მწვანე ფრად აღვიქვამთ ფოტოზე. Second heartfield-ი უკვე არის ერთი midline-დან, რომელსაც შეგვიძლია დავყოთ anterior და posterior ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც anteriorულად ემატება და ის ნაწილი, რომელიც posteriorულად ემატება midline-დან. ის ერთი გვაქვს. First heartfield და second heartfield თანაბარ კონტრიბუციას გულში არ იძლევიან. მაგალითად, first heartfield მოგცემს sinus venous-ს, პრიმიტიულ ატრიას და AV კანალს.
Second heart-field მოგვცემს პროქსიმალურ ბულბულს ქორდის, რომელიც მომავალში მარჯვენა პარკუჭს contributions გაუკეთებს, კონუს ქორდის და ტრუნკუს არტერიოზუს, რომლებიც outflow ტრაქტები იქნებიან მომავალში და aortic sacs plus არტერიალურ რუთებს. როდესაც first და second heart-field-ები გაკეთდებიან და აი ამ stage-ზე კარგად ვხედავთ კონტრიბუციას. ანუ first heart-field-ი უფრო მარცხენა პარკუჭი, მისი outflow ტრაქტი და რაღაც ატრიალურ ქსოვილს გააკეთებს, ხოლო second heart-field-ი მარჯვენა პარკუჭის outflow ტრაქტი და რაღაც ატრიალურ tissue-ს გაუკეთებს contributions. შესაბამისად მივიღებთ ორ tubes რომელიც ცალკეულ ბილატერალურად და ცალკეულად შეგვიძლია ვიხილოთ, რომელიც ჯერ კიდევ ერთად შერწყმული არ არის, მაშინ როდესაც ემბრიონი აკეთებს foldings, ის ორი შეერწყმებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ პროქსიმალურად და მედიალურად ერთმანეთს უახლოვდებიან, ხოლო fusion-ის შედეგად მივიღებთ primitive heart tubes, რომელიც უკვე რამოდენიმე ნაწილად დიფერენცირდება. კერძოდ, ის ნაწილი, რომელიც ზევით უნდა დაიყოს ორად არის ტრუნკუს არტერიოზუსი, ქვევით იქნება ბულბუს ქორდისი, შემდეგ გვაქვს პრიმიტიული პარკუჭი, პრიმიტიული ატრიუმი და გვაქვს სინუს ვენოზუსები. მაგალითად სინუს ვენოზუსებიდან უნდა გაკეთდეს ვენური ნაწილი, როგორც მარჯვენა ატრიისთვის, ისე მარცხენა ატრიისთვის, პრიმიტიული ატრიიდან იქნება ატრიის trabeculated ნაწილი, იმიტომ რომ ატრიას აქვს როგორც კუნთიანი pectinate trabeculated ნაწილი, ისე გლუვი ნაწილი. გლუვნაწილის contributions აკეთებს სინუს ვენოზუსიდან გაკეთებული ვენების ჩაზრდა, ექსტენზია წინაგულებში და ამას დეტალურად ვნახავთ. შემდეგ გვაქვს პრიმიტიული პარკუჭი, ბულბუს ქორდისი, ტრუნკუს არტერიოზუსი. როგორც ხედავთ, ეს პრიმიტიული თუბი ჯერ კიდევ არ გავს იმ გულს, რომელიც ჩვენ წარმოდგენაში გვაქვს ხოლმე. ამას აკეთებს შემდეგ უკვე ლუპირებით, მაგრამ სანამ ლუპირებას განვიხილავთ, ერთხელ კიდევ შევაჯამოთ, როგორ ხდება კარდიაკ ორი თუბიდან ერთი ენდოკარდიალური თუბის გაკეთება. აქ კარგად ხედავთ ორ tubes, რომელიც კარგად დიფერენცირებულია ბილატერალურად, შემდეგ ერთმანეთს ისინი შეერწყმებიან და უკვე ვიღებთ ამ ფორმას, რომელიც უკვე განვიხილავთ, თავის ტრუნკუს არტერიოზუსი, ბულბუს ქორდისი, პრიმიტიული პარკუჭი, ატრია და სინუს ვენოზუსი და შემდეგ უკვე იწყებს ლუპირებას. აქ როგორც ხედავთ, მას არ აქვს როგორც ვერტიკალური სწორი ფორმა, არამედ ცოტა curve-like. ანუ ის იწყებს უკვე ლუპირებას. ლუპირების პროცესი საერთოდ დაიწყო იმიტომ, რომ როდესაც ემბრიონი იზრდება და ემბრიონზე როცა ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა წარმოვიდგინოთ longitudinal axis-ი უფრო გრძელი ვიდრე რადიალური. მისი ზრდა ხდება კაუდალურად და ეს ემბრიონის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შიგნით არსებული სტრუქტურები თავისუფლად ახერხებენ განვითარებას და ზრდას. ანუ ეს ენდოკარდიალური თუბი თავის მხრივ წინიდანაც, უკნიდანაც და გვერდებიდანაც ფიქსირებულია. შესაბამისად, მისი ზრდა არა სწორხაზოვნად, არამედ ცოტა მოხვევის ხარჯზე ხდება, მაგრამ მოხვევაშიც ლუპირებას გულისხმობ, იღებს სხვადასხვა პროტეინები მონაწილეობას და ამასაც სხვადასხვა სასიგნალო პროცესები სჭირდება. ლუპირებაში კერძოდ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს მოტორულ პროტეინებს, მაგალითად დინეინს, რომლის პრობლემასაც, როდესაც აი ამ ლუპირების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას განვიხილავთ, ვახსენებთ. როგორც ხედავთ, აი ეს ისრები მიგვანიშნებს ლუპირების directions, მიმართულებას. წინა ნაწილი, შუა და წინა ნაწილი უფრო წინ, ანუ ანტერიორულად და მარცხნივ მოდის, ანუ აქედან გამომდინარე ეს პარკუჭი, პრიმიტიული პარკუჭი, რომელიც არის უკვე მარცხნივ და წინ არის, ხოლო მის ქვევით არსებული ატრია მოდის უკან და უკნიდან წინ გადმოედება ამ tubes. შესაბამისად, აი აქ კარგად ხედავთ, როგორ მოხდა ლუპირება, ამ პროცესს ვეძახით დექსტრალუპირებას, რომელიც ფიზიოლოგიურად ესე უნდა მოხდეს.
უკვე ვნახეთ, რომ ეს ლურჯი ნაწილი, რომელიც პრიმიტიული ატრია, თავისი სინუს ვენოზუსებით, ლუპირების შედეგად, აი მარჯვენა ატრიას უკვე თავის ადგილას, ანუ ზევით ხედავთ, ასევე შესაბამისად მარცხენა ატრიასაც თავიანთი სინუს ვენოზუსებით. ხოლო პარკუჭები აღმოჩნდა ქვევით, სადაც ნორმალურად ეძილთ გულში უკვე ხედავთ, რომ ეგრე არის, აორტის არჩეკი ატრიების დონის ზევით. პარკუჭებიდან, აი ეს არის აუცილო ტრაქტი, რომელიც შემდეგ უკვე ტრუნკუს არტერიოზულში გრძელდება, რომლიდანაც უნდა მივიღოთ ცალკეულად პულმონარი ტრანკი და ცალკეულად აორტა. შესაბამისად მივიღეთ აი ესეთი ფორმის S-shaped tube, რომელიც ეს რო დექსტრალუპირება გააკეთოს, ამისთვის მთავარი იყო მოტორული პროტეინი დინეინი. თუ დინეინის მუტაცია არის, მაშინ არ მოხდება დექსტრალუპირება, არამედ მოხდება სინისტრალუპირება. ანუ გული საპირისპირო მხარეს დატრიალდება. შესაბამისად მივიღებთ არა გულს, რომელიც მარცხნივ მდებარეობს, არამედ გულს, რომელიც მდებარეობს მარჯვნივ. და ამ დაავადებას ვეძახით დექსტროკარდიას. დექსტროკარდიის დროს ასევე რადგან დინეინის მუტაცია, ეს დინეინი არ არის მხოლოდ ამ პროცესში ჩართული, არამედ ბევრ სხვა სტრუქტურულ პროტეინების ერთობლიობაშია, ანუ კომპლექსში არის. რაც იმას ნიშნავს, რომ სილეები, რომლებმაც უნდა იმოძრავონ ასევე დიდი წვლილი შეაქვს დინეინს, შესაბამისად დინეინის მუტაცია გამოიწვევს დექსტროკარდიასთან ერთად პრაიმერი სილიარი დისკინეზიას, რომელიც არის კარტაგენერის სინდრომის ერთ-ერთი ნაწილი. უფრო მეტიც, პრაიმერი სილიარი დისკინეზიის 50%-ში სტატისტიკურად ნაპოვნია დექსტროკარდია, თუმცა ასევე შეიძლება ვიპოვოთ სინუს ინვერსუსიც, რომელიც ნიშნავს, რომ არა მხოლოდ გული არის საპირისპირო მხარეს, არამედ ყველა ორგანო სარკისებურად იქნება. მაგალითად, ღვიძლი, რომელიც მარჯვნივ უნდა მდებარეობდეს, მარცხნივ მდებარეობს და ასე შემდეგ. აი აქ კარგად ჩანს ლუპირების ნორმალური მიმართულება, ხოლო აქ უკვე საპირისპირო, როდესაც დექსტროკარდია ვითარდება შედეგად. ანუ ნორმალური არის D-looping, ხოლო არანორმალური დინეინის მუტაციის დროს იქნება L-looping. ახლა რაც უნდა განვიხილოთ, არის ამ ერთი სივრცისგან, რომელიც ჯერ კიდევ ერთი საერთო სპეისია, უნდა გავაკეთოთ 4 განსხვავებული ჩემბერი. ამისთვის უნდა გაკეთდეს ენდოკარდიალური ქაშენი. ეს ენდოკარდიალური ქაშენი ემბრიოლოგიურად გაკეთდა კარდიაკ ჯელისგან. კარდიაკ ჯელი ენდომეტრიუმსა და მიომეტრიუმ შორის მდებარეობს. აი აქ ხედავთ, რომ არის კარდიაკ ჯელი. ეს კარდიაკ ჯელი უკვე ლუპირებულ ეს like shaped tube-ში აკეთებენ წინ წამოსვლას, პროტრუზიას და შემდეგ ფიუჟანს. აი აქ კარგად ჩანს, როგორ გაკეთდა რიჯები, რომლებიც შემდეგ მოდიან ცენტრალურად და შეერწყმებიან ერთმანეთს. ეს ენდოკარდიალური ქაშანი შემდეგ წარმოდგენილია აქ ცენტრალურად. ენდოკარდიალ ქაშანი წვლილს შეიტანს, რომ გაკეთდეს წინა გულებს შორის სეპტა, რომელიც ერთ საერთო წინაგულოვან სივრცეს, რომელიც ახლა გვაქვს ამ მდგომარეობაში, დაყოფს ორად, მარჯვენა და მარცხენა წინაგულებად. წვლილს შეიტანს ინტერპარკუჭოვანი სეპტუმის, ანუ ინტერვენტრიკულარული სეპტუმის მემბრანოზულ ნაწილში, ასევე ძალიან დიდ როლს შეიტანს როგორც ატრიოვენტრიკულარული, ანუ მიტრალური და ტრიკუსპედის ვალვების გაკეთებაში, ასევე სემილუნარული, ანუ პულმონიკ და აორტის სარკმლების გაკეთებაში. განვიხილოთ პირველ რიგში ინტერატრიალური სეპტუმი. ინტერატრიალური სეპტუმის გაკეთება იწყება სეპტუმ პრიმუმიდან. სეპტუმ პრიმუმი არის აი ამ კუნთოვანი ნაწილის ის მასა ქსოვილი, რომელიც ქვევით ჩამოდის და ცდილობს, რომ ამ ენდოკარდიალურ ქაშენს შეუერთდეს. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ეს წარმოვიდგინოთ 3D-ში, რადგან ჩვენ ორ ატრიებს შორის სივრცეს ვლაპარაკობთ, რომელიც 3 დაიმენშენიანი სივრცე არის. ეს პატარა სეპტუმი, რომელიც კუნთოვანი ნაწილი, რომელიც ჩაზრდას, ქვევით ჩამოსვლას იწყებს, იდეაში გამოიყურება როგორც ესე. პირველი ის ფორამენი, რომელიც ამ სეპტუმის წამოსვლის შედეგად შეიქმნა, ანუ აი ამ ფორამენს გულისხმობ, ქვია ფორამენ პრიმუმი.
ანუ პირველ სეპტას, რომელიც შემოდის ვეძახით septum primums, აი კონკრეტულად ამას, ხოლო პირველ სივრცეს, რომელიც გაკეთდა foramen primums. ეს დაგჭირდება შემდეგ რომ გავიგოთ ატრიებს შორის ატრიალ-სეპტალური დეფექტების პათოლოგია. შესაბამისად, septum primum და foramen primum მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომელ სტეიჯზე და სად მდებარეობს. როდესაც ეს ქსოვილი მოდის ქვევით ენდოკარდიალური ქაშენისკენ, მას უკეთდება პერფორაციები, ანუ წყდება რაღაც რამოდენიმე ადგილას, პატარა რამოდენიმე ხვრელი გაკეთდება, აქ როგორც ხედავთ, რომლებიც აპოპტოზის შედეგია და შემდეგ ის გაერთიანდება და ერთ დიდ ხვრელს მოგცემს, რომელსაც დავარქმევთ foramen secundum's. ამავდროულად, აი აქ კარგად ხედავთ, როგორ მოხდა პერფორაციები და შემდეგ ისინი ყველა შეერთდა და აი აქ ხედავთ უკვე შეერთებულ ნაწილს, გაერთიანებულ ნაწილს. აქ უკვე მივიღეთ, რომ არის ორი forameni. პირველი ეს არის foramen secundum, რომელიც ახლახან შეიქმნა ამ წვდომის შედეგად და ჩვენი ძველი foramen primum. აქ შეგვიძლია ვნახოთ foramen secundum და აქ ძველი foramen primum. ეს foramen primum შემდეგ პირველად დაიხურება, რადგან ეს სეპტა, რომელიც შუაში არის გაჭედილი, შეუერთდება ენდოკარდიალურ ქაშანს. შესაბამისად, ამ დროს დაიხურა foramen primum. სამაგიეროდ დაგვრჩა foramen secundum, რომელიც ასევე უნდა დავხუროთ. მაგრამ ამის დასახურვად საჭიროა, რომ ახალი სეპტა წამოვიდეს. შესაბამისად, მეორე სეპტას ვეძახით septum secundum's. Septum secundum's აქვს როგორც anterior, ანუ ზედა ნაწილი anterior limb, ისევე posterior limb. აი აქ ხედავთ anterior limbs, ხოლო ქვევით უკვე ქვევიდან წამოსულს posterior limbs, anterior limb და posterior limb. Anterior limb ცდილობს, რომ ქვევით ენდოკარდიალური ქაშანისკენ წამოვიდეს, ხოლო posterior limb ცდილობს, რომ ზევით ავიდეს. თუმცა ისინი ვერასდროს ერთმანეთს ვერ შეერწყმებიან, სამაგიეროდ გადაფარვა მოხდა foramen secundum's, რომელიც თუ მაგალითად გავაჩერებდით სტრუქტურულად და სისხლი არ იმოძრავებდა, ერთმანეთს გადაფარავენ. ანუ forameni უკვე ფუნქციური აღარ იქნებოდა. აი აქ კარგად ჩანს ეს foramen septum primum, septum secundum's anterior და posterior ნაწილი. მაგრამ რადგან მარჯვენა ატრიაში ყოველთვის ფეტალურ მდგომარეობაში, ანუ დაბადებამდე, წნევა უფრო მაღალია ვიდრე მარცხენა ატრიაში და ამას ავხსნით რატომ და როგორ, მაშინ flow, რომელიც არის დროის ერთეულში რა რაოდენობა სისხლის გადაადგილდება, სისხლის გადაადგილება უნდა მოხდეს რაღაცა ძალით. ამ ძალას ქმნის წნევათა გრადიენტი. სისხლი ყოველთვის მოძრაობს მაღალი წნევიდან დაბალი წნევისკენ. შესაბამისად, თუ მარჯვენა ატრიაში წნევა უფრო მაღალია, სისხლი, რომელიც მარჯვენა ატრიაში ჩამოდინდა, superior და inferior ვენაკავებით, გადავა მარცხენა ატრიაში, სადაც წნევა უფრო დაბალია. გადავა შუნტით, რომელიც გააკეთა ამ მაღალი წნევით სისხლმა რომ მოაწვა ჩვენს septum primum's, რომელიც ენდოკარდიალურ ქუშანთან არის შეერთებული, გაწია და სისხლის გადმოდინება მოხდა. ეს აუცილებელია ფეტალურ მდგომარეობაში, მაგრამ როგორც კი დაბადების შემდეგ დრამატული ცვლილებები მოხდება წნევებში და ამასაც დეტალურად განვიხილავთ ზუსტად რა მოხდება, ეს შეირწყმება და შუნტი დაიხურება. ამას რამოდენიმე დღე და საათი დასჭირდება, რომ შემდეგ საბოლოოდ შეერწყას ერთმანეთს, თუმცა ფუნქციურად დაკეტილი იქნება. რატომ? იმიტომ რომ მარცხენა ატრიაში წნევა ბევრად უფრო მაღალი გახდება, ვიდრე მარჯვენა ატრიაში. შესაბამისად, წნევა მოაწვება septum primum's და დაიკეტება ეს ფუნქციური შუნტი. ჩვენ ვახსენეთ აი აქ ძალიან კარგად ჩანს ეს ინტერატრიალური სეპტუმი, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში აქ არის გასწორებული, მაგრამ როგორც კი წნევა გაიზრდება მარჯვენა ატრიუმში და მოაწვება, წამოიზრდება აქეთ და აქ ძალიან კარგად არის ნაჩვენები უკვე გვერდით გამოწეული ან მარცხენა ატრიისკენ შემოსული სეპტა. და აი აქ მოხდება შანტინგი. იგივე შეგვიძლია ვნახოთ, აი აქ უკვე ეკოზე ეს არის ეს foramen ovale. ჩვენ ვახსენეთ, რომ ატრიაში არის
გლუვი ნაწილი და არის ტრაბეკულეიტით პექტინეიტ ნაწილი. და ვთქვით, რომ ეს პექტინეიტ ტრაბეკულეიტ ნაწილი პრიმიტიული ატრიიდან წამოვიდა და ასევე ვახსენეთ, რომ გლუვი ნაწილი გაკეთდა ამ სინუს ვენოზუსებიდან გაკეთებული ვენების ექსტენჟენით. აი აქ კარგად შეგვიძლია დავინახოთ, ეს არის მარცხენა ატრია და როგორ მოხდა მარცხენა ატრიაში ამ პულმონარი ვენების ჩაზრდა. ასევე სახსენებელია, რომ პულმონარი ვენა თავიდან არის მხოლოდ ერთი, რომელიც შემდეგ იტოტება ორად და შემდეგ თითოეული კიდევ ორად. შესაბამისად, მივიღებთ 1, 2, 3 და 4 პულმონარი ვენას, რომელიც ადელთ ადამიანებში 4 პულმონარული ვენა უერთდება და დრენირდება მარცხენა ატრიაში. ამ ჩაზრდის დროს, როდესაც ერთი ლუმენია და იწყებს შეერთებას მარცხენა ატრიაში, რაც უფრო ღრმად მიდის, ეს დარჩენილი საწყისი ქსოვილი არ იკარგება აპოპტოზით, არ გაუქმდება, არ მოკვდება, არამედ ხდება ინკორპორაცია ატრიის ქსოვილში. აი აქ კარგად ვხედავთ იმ პულმონარი ვენის ქსოვილს, რომელიც გლუვი არის, როგორ ინკორპორდება მარცხენა ატრიაში. როგორც კი კიდევ უფრო ჩაიზარდა და უკვე ერთი ლუმენის მაგივრად ჩაზრდილ აი ამ დონეზე 2 ლუმენს დავინახავთ, ეს ინკორპორირებული ქსოვილიც უფრო იზრდება, შემდეგ კიდევ ჩაიზრდება და უკვე შეგვიძლია დიფერენციაცია გავაკეთოთ 4 პულმონარი ვენის, 2 ზედა 2 ქვედა superior right pulmonary vena, superior left, inferior right და inferior left pulmonary venები, რომლებიდანაც ჟანგბადით დიდარი სისხლი უკვე ჩაედინება მარცხენა ატრიაში დაბადების შემდეგ, რა თქმა უნდა. აქ შეგვიძლია უკვე როგორც superior vena cava's დიფერენციაცია, ასევე inferior vena cava's და ესეც ჩვენი 4 პულმონარული ვენა. შესაბამისად უკვე ვიცით, საიდან მოვიდა ატრიის გლუვი ნაწილი და საიდან მოვიდა ატრიის ტრაბეკულეიტით ნაწილი. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ამ პროცესის ანომალურად წასვლა შეიძლება და მაგალითად ყველაზე ხშირად განხილული ამ პათოლოგიის დაავადება არის partial anomalous pulmonary venous connection. როდესაც ერთი ან უფრო მეტი, მაგრამ არა 4-ვე პულმონარი ვენების დრენირება ხდება არა მარცხენა ატრიაში, არამედ მარჯვენა ატრიაში. შესაბამისად, პულმონარი ვენებიდან სისტემურ ცირკულაციაში, ანუ მარჯვენა ატრიაში ხდება დრენირება ამ სისხლის იმის მაგივრად, რომ მარცხნივ ყოფილიყო. შესაბამისად, შუნტი, რომელიც ამ დროს გაკეთდა, არის left to right, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული შუნტი. ამ დროს ხდება მარჯვენა ატრიის volume overload-ი, ანუ მარჯვენა ატრია თავისთავად superior და inferior vena cava-დან თავის წილ სისხლს იღებს, თუმცა დამატებით, რადგან არანორმალურად ერთი ან უფრო მეტი რამოდენიმე პულმონარი ვენა ჩადრენირდა მასში, სისხლი კიდევ უფრო დაემატა, რაც volume overload-ს გამოიწვევს. Volume overload, ანუ ძალიან გადიდებული სითხით მარჯვენა ატრია გამოიწვევს ასევე მარჯვენა პარკუჭის დილატაციას, რაც pulmonary blood flow-ს გაზრდის. ყველაზე ხშირად ასევე არის ხოლმე, რომ ეს პულმონარი ვენები ასევე უერთდება superior vena cava-ს. ანუ ჩადრენირდება არა პირდაპირ მარჯვენა ატრიაში, არამედ superior vena cava-ში და რა თქმა უნდა superior vena cava-დან ისევ გზა მარჯვენა ატრიისკენ მიდის. ეს ხდება 80-დან 90%-ში. შეიძლება superior vena cava, სადაც მარჯვენა ატრიას უერთდება, იქ მოხდეს შეერთება და ჩადრენირება ამ პულმონარი ვენებში. თითქმის ყოველთვის ესეთი დაავადებები ასოცირდება ატრიალურ სეპტალურ დეფექტებთან. მაშინ შეგვიძლია უკვე ჯერ ინტერვენტრიკულარული სეპტის წარმოქმნა განვიხილოთ და შემდეგ ატრიალური და ვენტრიკულარული სეპტალური დეფექტები. ინტერვენტრიკულარული სეპტის წარმოქმნა ხდება ამ მიოკარდიუმის, რომელიც ქვევით მდებარეობს, ზევით ენდოკარდიალური ქოშენისკენ წამოზრდის მიხედვით. ეს მოხდება თითქმის ძალიან ახლოს, სანამ ენდოკარდიალურ ქოშენთან მივა. სრულად ენდოკარდიალურ ქოშენს ის ვერ შეუერთდება. გამოვიდა, რომ ინტერვენტრიკულარული სეპტის დაახლოებით 85%, ანუ უმეტესობა არის კუნთოვანი ნაწილის, ხოლო აი ეს ფორამენი, რომელიც მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს აერთიანებს და უნდა დაიხუროს, ამის დახურვა მოხდება ამ ენდოკარდიალური ქოშენიდან ქსოვილის ჩამოსვლით, რომელიც ამ კუნთოვან პარკუჭთა შორის სეპტას მიუკავშირდება. თუ ვისაუბრებთ ვენტრიკულარულ სეპტალურ დეფექტებზე,
აუცილებლად სათქმელია, რომ უმეტეს შემთხვევაში მემბრანოზულ ნაწილში ხდება დეფექტის გაკეთება და არა კუნთოვან ნაწილში. აი აქ უკვე კარგად ხედავთ მემბრანოზულ ნაწილს, რომელიც ენდოკარდიალური ქაშანიდან ქვევით ჩამოიზარდა. აქ უკვე ხედავთ, რომ ამ ენდოკარდიალურ ქაშანმა გააკეთა ტრიკოსპიდის ვალვი, ასევე მიტრალის ვალვი, ასევე გააკეთა პულმონარი და აორტის ვალვი. აქ კარგად შეგვიძლია ვნახოთ ვენტრალური სეპტალური დეფექტი, რომელიც არის ყველაზე ხშირი congenital heart disease. ანუ ვენტრალური სეპტალური დეფექტი ბევრად უფრო ხშირი არის სტატისტიკურად, ვიდრე atrial septal დეფექტი. აი ეს ფორამენი არის ვენტრიკულარული სეპტალური დეფექტი. ვენტრიკულარული სეპტალური დეფექტი ძალიან ხშირად ასოცირდება ხოლმე persistent truncus arteriosusთან. რომ თქვათ ანომალია ჯერ განვიხილოთ ფიზიოლოგიურად როგორ ხდება truncus arteriosusიდან გაკეთება pulmonary trunchis და aortis. ჯერჯერობით ისინი არის ერთ tube-ში მოთავსებული. როგორც aorta, ისე pulmonary trunchi, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მათი ორ ვესელად წარმოქმნა. შესაბამისად, აი ამ კედლებიდან გაკეთდება რიჯები, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან და შემდეგში ერწყმებიან და ამ რიჯებიდან გაკეთდა აი ეს სეპტა, რომელსაც ხედავთ, aortico-pulmonary septa, რომელიც შემდეგ ტრიალებს. ამ ტრიალით დაახლოებით ის 180 გრადუსით დატრიალდება, რაღაც კონკრეტულ მანძილის აი აქ როგორც არის ნაჩვენები ნაწილში და მოგცემს ცალკე გამოყოფილ აორტას და ცალკე გამოყოფილ pulmonary trunks. მაგრამ როგორც ხედავთ, რადგან ის მანძილის გაზრდასთან ერთად მიმართულებას იცვლის, აორტისა და pulmonary trunchis ერთმანეთთან მდებარეობა relationship-ი სხვადასხვა დონეზე განსხვავდება. თუ განვიხილავთ, როგორც კი პარკუჭიდან ამოდიან იმ დონეს, აი აქ რომ გადავჭრათ, მაშინ ვნახავთ, რომ ჯერ pulmonary trunchi მდებარეობს წინ, აი ეს pulmonary trunchi და მის უკან მდებარეობს aorta. მაგრამ როგორც კი ზევით გავდივართ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ aorta უფრო წინ მდებარეობს, ვიდრე pulmonary trunchi და შემდეგ უკვე უკან მოდის aorta, ანუ წინიდან უკან გადადის, posterior abdominal walls მიუყვება, ხოლო pulmonary trunchi იყოფა ორად, მარჯვენა და მარცხენა pulmonary arteriებად, რომელიც შემდეგ დაიყოფა pulmonary arterioლებად, კაპილარებად, pulmonary capillary დრენირდება pulmonary ვენებში და pulmonary ვენები ჩადრენირდება მარცხენა ატრიაში. როდესაც ვამბობთ, რომ აქ შეიძლება მოხდეს ანომალია, აი აქ კარგად ხედავთ cross section-ზე ერთმანეთთან მიმდებარეობას. აი რო უფრო წინ pulmonary trunchi-ა ვიდრე aorta, როგორც კი septa მოძრაობს, მაშინ გამოვა რომ aorta და pulmonary trunchi ერთმანეთის გვერდ-გვერდ, აი ამ დონეზე მოთავსებული იქნებიან ერთმანეთში, ხოლო შემდეგ aorta უფრო წინა ვიდრე pulmonary trunchi და შემდეგ გადადის უკვე aorta უკან. და როდესაც ვამბობთ, რომ შეიძლება მოხდეს persistent truncus arteriosus-ი, ვგულისხმობთ, რომ ეს aortico-pulmonary septum-ი ვეღარ წარმოიქმნება. შესაბამისად, არის არა ორი ცალკეული aorta და pulmonary trunchi დასაწყისში, არამედ ერთი საერთო ვესელი. აი აქ ხედავთ, რომ მათ გამოყოფა არ აქვთ და აი აქაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ისინი გამოყოფილები ერთმანეთისგან არ არიან. შესაბამისად, მივიღებთ რას, რომ ეს ვესელი არის outflow ტრაქტი როგორც მარჯვენა პარკუჭის, ასევე მარცხენა პარკუჭის. მარჯვენა პარკუჭიდან მიიღებს ჟანგბადით ღარიბ სისხლს, ხოლო მარცხენა პარკუჭიდან მიიღებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს. Persistent truncus arteriosus, რომელიც თითქმის ყოველთვის ასოცირდება პარკუჭოვან სეპტალურ დეფექტებთან. და ეს პარკუჭოვანი სეპტალური დეფექტი იძლევა საშუალებას, რომ ეს ორი ცირკულაცია ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. რის გამო არის გამოწვეული? aortico-pulmonary septum-ის წარმოქმნა ვერ ხდება. თუმცა წარმოქმნა ვერ ხდებას, როდესაც ვსაუბრობთ, შეიძლება ასევე განვიხილოთ წარმოიქმნება, მაგრამ თუ არასწორად დატრიალდება, ან დაყოფა არ მოხდება არასწორად. დაყოფა მოხდება არასწორად. aortico-pulmonary septum-ი ერთ ვესელს ყოფს pulmonary trunch-ად და
აორტად. მაგრამ თუ ეს აორტიკოპულმონარი სეპტა, ანუ კონტრუნკალური სეპტუმი, displaced იქნება, ანუ ცოტა უფრო წინ და ზევით მდებარეობდეს იქნება, ანუ ანტერიორულად და სუპერიორულად იქნება მოთავსებული, მაშინ გამოვა, რომ მის წინ ცოტა უფრო ნაკლები სივრცე დარჩა და მის უკან ბევრად უფრო დიდი სივრცე დარჩა. შესაბამისად, სეპტუმი, რომელიც შუაში უნდა გაკეთებულიყო და წინ გაკეთდა, სივრცე წინ დაუტოვა pulmonary trunks, რომელიც უფრო პატარა არის და უფრო პატარა pulmonary trunk-ი მივიღეთ, ხოლო აორტა, რომელიც მის უკან იყო, უფრო დიდი. შესაბამისად, pulmonary outlet-ი უფრო პატარა არის და outlet-იან ღიაობა, ის ნაწილი, სადაც უნდა გადავიდეს სისხლი, ეს გამოიწვევს, რომ მარჯვენა პარკუჭის outflow ტრაქტის ობსტრუქცია არის. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე დაავადებაზე, რომელსაც ქვია tetralogy of Fallot, რომელიც გამოწვეულია აორტიკოპულმონარული სეპტის არასწორი displacement-ით, ჩამოყალიბდა, მაგრამ არასწორად მდებარეობს. ხოლო განვიხილეთ, როდესაც საერთოდ აორტიკოპულმონარული სეპტა ვერ კეთდებოდა და ამას ფერზენ ტრუნკუს არტერიოზუსი ვუწოდეთ. შესაბამისად, ამ displacement-ის დროს მარჯვენა პარკუჭის outflow ტრაქტის ობსტრუქცია უკვე ვახსენეთ, რატომ და როგორ წარმოიქმნება, ასევე აორტიკო outlet-ი, რომ ძალიან დიდია, ესეც ვთქვით და ეს გამოიწვევს overriding aortas, ანუ aorta, რომელიც მხოლოდ მარცხენა პარკუჭის გამავლადი და მარცხენა პარკუჭის ზევით უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდება ნაწილობრივ მარჯვენა პარკუჭის ზევითაც და ნახავთ როგორ გამოიყურება ის. ასევე რადგან aorta ძალიან დიდია, ინტერვენტრიკულარული სეპტის მის alignment-ი ხდება, ანუ ისიც არასწორ პოზიციას დაიჭერს, ამიტომ გამოვა, რომ აორტა სისხლს ორივე პარკუჭიდან იღებს. ასევე სეპტა, რადგან არასწორად გაკეთდა, უკვე ვახსენეთ, რომ ventricular septal defects გამოიწვევს და მარჯვენა პარკუჭი, რომელიც სისხლს გადაისვრის ხოლმე pulmonary trunk-ში, რადგან pulmonary trunk-ი პატარა არის და თუ რადიუსი პატარაა, ესე იგი ნიშნავს, რომ რეზისტენტობა მაღალია. რატო? იმიტომ რომ რეზისტენტობა არის 8 მიუელი შეფარდებული PR მეოთხე ხარისხთან, რაც იმას გულისხმობს, რომ რეზისტენტობა უკუპროპორციულია რადიუსის, მაგრამ არა ერთი ხარისხის, არამედ 4 ხარისხის. შესაბამისად, თუ რადიუსი ძალიან დაპატარავებულია, რეზისტენტობა 4 ხარისხით უფრო გაზრდილი იქნება და flows formula ვიცით, რომ არის ΔΠ შეფარდებული რეზისტენტობასთან, თუ რეზისტენტობა დრამატულად გაზრდილია, ეს იმას ნიშნავს, რომ flow დრამატულად შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მარჯვენა პარკუჭმა ბევრად უფრო მეტი მუშაობა უნდა გააკეთოს, უფრო მეტი afterload-ი და რეზისტენტობის საწინააღმდეგოდ, რომ სისხლი გადაისროლოს საკმარისად. ამიტომ მარჯვენა პარკუჭი განიცდის ჰიპერტროფიას. ეს დაავადება არის tetralogy of Fallot-ი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ციანოზური დაავადება არის ბავშვებში. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია განვიხილოთ ატრიალური სეპტალური დეფექტები. მაგალითად, როდესაც septum primum-ი უფრო მოკლე ხდება, ის არ არის საკმარისად დიდი, რომ septum secundum-მა გადაფაროს. მივიღებთ ფორამენს, რომელიც ბევრად უფრო დიდია და არაფიზიოლოგიური შუნტი, ანუ ისინი ხო ერთმანეთთან მიდებულია და წნევის გრადიენტით ხდება შუნტირება. თუ septum primum-ი მოკლეა, მაშინ მათი overlapping-ი ვერ ხდება და კეთდება ანატომიური ფორამენი, ანატომიური შუნტი. ასეთ დაავადებებს ვეძახით secundum atrial septalur defects. ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როდესაც foramen ovale არის დიდი, ესეც atrialuri septaluri defectია. septum primum-ი ნორმალურია ამ შემთხვევაში, მაგრამ septum secundum-ი არის ძალიან მოკლე. შესაბამისად, მაინც ფორამენი კეთდება ანატომიური და მუდმივი შუნტის წყარო იქნება. თუ ძალიან მოკლე septum primum-ია, მაშინ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული არა იმით, რომ რაღაც ფორამენი ვერ დაფარა, არამედ septum primum-მა დროზე ადრე შეამცირა ზრდა. შესაბამისად, ასევე არანორმალურად დიდი ფორამენ ოვალე მივიღეთ, რომელსაც აქ ხედავთ, რომ ბევრად უფრო დიდი ფორამენია, ანუ ანატომიური შუნტი გაკეთდა. ამად ყველას ვეძახით ostium secundum atrial septalur defects, რომელიც ყველაზე ხშირი არის atrial septaluri defects-ებიდან.
ესენი კეთდება ფოსაოვალისის რეგიონთან, ასევე ამ დროს შეგვიძლია ვნახოთ დეფექტები septum primumზე და დეფექტები septum secundumზე, რომლებიც განვიხილეთ. ასეთ ეს დაავადება შეიძლება გვიან 30-იან წლებში აღმოაჩინოს პაციენტმა, მხოლოდ მაშინ, როდესაც პულმონარი ჰიპერტენზია განვითარდება. რატომ განვითარდება პულმონარი ჰიპერტენზია? იმიტომ რომ თუ ატრიალური სეპტალური დეფექტია, ეს ნიშნავს, რომ წნევა, რადგან მარჯვენა პარკუჩი უფრო დიდია, შესაბამისად მარჯვენა ატრიაში დიდია, მაშინ flow მარჯვნიდან მარცხნივ გადადის. მაგრამ რაც უფრო მეტი ვოლიუმის მომატება ხდება მარცხენა ატრიაში და მარცხენა პარკუჩში, წნევები შეიცვლება, ანუ მარცხენა ატრია და მარცხენა პარკუჩი გახდება უფრო მაღალწნევიანი, შესაბამისად შუნტი reversals გააკეთებს. რადგან წნევა მარცხენა ატრიაში უფრო მაღალი იქნება ვიდრე მარჯვენაში, მაშინ flow-ს გაკეთდება მარცხნიდან მარჯვნივ. ამ დროს მარჯვენა პარკუჩი ისედაც volume overload-ის დროს ჰიპერტროფირებული იყო და უფრო მეტი სისხლს გადაისვრიდა პულმონარი ტრანკში, ისედაც ჰიპერტროფირებული იყო და ეს ყველაფერი გამოიწვევს, რომ ანულუსიც, რომელიც არის პულმონარი ვალვის ირგვლივ, რომელიც ცდილობს, რომ პულმონარი ვალვს შეუნარჩუნოს ის დიამეტრი, რომელ დიამეტრზეც ქასფები, ანუ ლიფლეტები ერთმანეთს დაკეტავენ, დილატირდება. შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი ახერხებს გადავიდეს, რაც მარცხნიდან მარჯვნივ, როდესაც შუნტი რივერსალი გაკეთდა volume overload-ი გამოიწვია მარჯვენა პარკუჩში, ეს სისხლი ყველა პულმონარი ტრანკში გადავა და რაც უფრო მეტი იქნება სისხლის მოცულობა ერთ-ერთეულზე pulmonary trunk-ის ერთ-ერთეულ surface area-ზე მოქმედი ძალაც მეტი იქნება, ანუ pulmonary trunk-ში წნევა გაიზრდება. შესაბამისად, pulmonary hypertension-ს გამოიწვევს. თუ pulmonary hypertension არის ზრდასრულ ადამიანში, ხო, ჩვენ უკვე დაბადების შემდგომ პროცესს განვიხილავთ. თუ pulmonary arteria-ში წნევა მაღალია, ეს ნიშნავს, რომ pulmonary capillary-ში წნევა მაღალია. Pulmonary capillary-ები არის მხოლოდ ერთშრიანი ენდოთელიალური უჯრედი თავისი ბაზალური ლამინით და თუ იქ ჰიდროსტატიკური წნევა გაიზრდება, ნიშნავს, რომ სითხე გაიჟონება და გააკეთებს პულმონარი ედემას. ამიტომ პაციენტს ექნება დისპნეა, პულმონარი ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი შესაბამისი კლინიკური მანიფესტაციებით. აქვე შეგვიძლია განვიხილოთ patent foramen primumi. Patent foramen primumi კეთდება septum primumიდან, რომელიც ენდოკარდიალურ ქვეშანს არ შეერწყა. ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ ჩამოდის septum primumi ქვევით აკეთებს foramen primums, რომელიც შემდეგ უნდა შეერწყას ენდოკარდიალურ ქვეშანს და დაკეტოს foramen primumi. მაგრამ როდესაც შერწყმა არ მოხდება, მაშინ აი აქ გაკეთდება შუნტი, ისევ წნევის გრადიენტის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ ფეტალურ პერიოდში, ხოლო დაბადების შემდეგ მარცხნიდან მარჯვნივ და ესეც ატრიალური სეპტალური დეფექტი იქნება, მაგრამ ეს რო ენდოკარდიალურ ქვეშანს არ შეერწყა, ამან გამოიწვია, რომ მიტრალური ვალვის ჩამოყალიბებაშიც რაღაც ცვლილებები შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აი აქ clefts, ანუ ხარს ხედავთ მიტრალურ ვალვში, რაც გამოიწვევს მიტრალის რეგურგიტაციას. მიტრალის რეგურგიტაცია ნიშნავს, რომ სისტოლის დროს ნორმალურად მარცხენა პარკუჩიდან აორტაში უნდა გადავიდეს სისხლი, მაგრამ როდესაც რეგურგიტაცია არის, ანუ ქასფები არ იკეტება, ან რაღაცა გამავალი ადგილი კეთდება მიტრალური ვალვის გავლით მარცხენა პარკუჩსა და მარცხენა ატრიას შორის, სისტოლის დროს მარცხენა პარკუჩის სისტოლის დროს წნევა ძალიან გაიზრდება და სისხლის გადასტყვეტს და მოხდება მარცხენა პარკუჩიდან არა მხოლოდ აორტაში, არამედ მარცხენა ატრიაში. ანუ ამას ვეძახით backflow სისხლის რეგურგიტაციას. შესაბამისად აიხსნა უკვე მიტრალური რეგურგიტაციის პროცესიც. ასევე უნდა ვახსენოთ high atrialuri septალური დეფექტები. ანუ ეს გაკეთდა, როდესაც ასევე high ostium secundum atrial septალურ დეფექტებს უწოდებთ. ეს გაკეთდა sinus venosus atrial septალური დეფექტის დროს, რომელიც ასევე ძალიან ხშირად ასოცირდება partial anomalous pulmonary venous connection-ებთან, რომელიც ვახსენეთ, რომ ან პირდაპირ მარჯვენა ატრია შეუერთდება, ან superior vena cava შეუერთდება, ან superior vena cava და მარჯვენა ატრიის junction-თან მოხდება დრენირება.
ეს ხდება, როდესაც superior septum primum-ის, აი ამ superior ნაწილის რეზორბცია კეთდება ჭარბად. შესაბამისად, აი აქ გაკეთდება შუნტი და დაბადების შემდგომ ეს შუნტი იქნება მარცხნიდან მარჯვნივ ისევ მიმართული. oval fossa კი ნორმალური იქნება. ან შეიძლება superior septum secundum-ის დეფიციტური ფორმაციის შედეგად, ანუ როდესაც septum secundum-ს anterior limb-ი უნდა ჩამოსულიყო ქვევით, თუ მისი დეფიციტი არის, მაშინ აქ ფორამენი ამ დროსაც შეიძლება რომ შეიქმნას. ეს იყო ანტრიალური სეპტალური დეფექტები, რომელიც ამ კადავერში კარგად შეგვიძლია აქ მაგალითად ნახოთ, რამდენად დიდი შეიძლება იყოს პატენტ ფორამენ ოვალე, ანუ ძალიან დიდი ფორამენ ოვალე, იმიტომ რომ septum primum-ის ჭარბი რეზორბცია მოხდეს, ანუ უფრო დიდი ხვრელი გაკეთდეს და უფრო მარტივი სიტუაცია შეგვიძლია განვიხილოთ, თუ ეს septum primum-ის პერფორაციები გაკეთდება ისევ ექსესივ რეზორბციის გამო, მაგრამ ეს იმდენად პატარაა, რომ ჰემოდინამიურად ის არაფერ დიდ ცვლილებას არ იძლევა, ანუ სიმპტომატიკას არ მოგწევს. მანამ სანამ სხვა, მაგალითად, პულმონარი სტენოზი და ატრეზია, ანუ სხვა დაავადებები მასთან ერთად არ იქნება. თუ პულმონარი სტენოზი და ატრეზია არის, ნიშნავს, რომ მარჯვენა პარკუჩში უკვე ეს ზრდასრულ ადამიანში წნევა უფრო მაღალი იქნება, ამიტომ შუნტის რევერსალი მოხდება და ეს გამოიწვევს ციანოზს, იმიტომ რომ მარჯვნიდან მარცხნივ შუნტი ციანოზური დაავადებების საწინდარია. ფეტალური გული თავიდან რომ ზედაპირულად ვთქვათ რითი განსხვავდება ედელთ გულიდან, გარდა იმისა, რომ ეს ატრიალ და პარკუჭებს შორის სეპტებზე რაც ვისაუბრეთ, უნდა ვახსენოთ თვითონ მარჯვენა პარკუჭის სისქე, რომელსაც აი ხედავთ, რომ ბევრად უფრო სქელია ვიდრე მარცხენა პარკუჭი. რაც ჩვენთან უკვე ზრდასრულ ადამიანებში პირიქით აი შემიძლია გაჩვენოთ რამდენად განსხვავებული. ეს უკვე არის მარცხენა პარკუჭი, რომლის სისქე 8-დან 12 მმ-ია და ეს არის მარჯვენა პარკუჭი, რომლის სისქე 3-დან 5 მმ-ია უკვე ზრდასრულ ადამიანებში. ხოლო ეს პირიქით არის ფეტალურ პერიოდში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მარჯვენა პარკუჭში წნევა ბევრად უფრო მეტია ვიდრე მარცხენა პარკუჭში. მარჯვენა პარკუჭში წნევა გაკეთებულია იმით, რომ ემბრიონში ფილტვები სავსე არის ამნიოტიკ ფლუიდით. ამნიოტიკ ფლუიდები თუ შიგნით ფილტვებში არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ალვეოლებიც კოლაფსირებულია. ალვეოლები თუ კოლაფსირებულია და სითხითაა სავსე, ნიშნავს, რომ მან ჟანგბადი არ არის. თუ ჟანგბადი არ არის, ჟანგბადზე სენსიტიური პულმონარი კაპილარები ჰიპოქსიურ ვაზოკონსტრიქციას გააკეთებენ. ანუ არტერიოლები, რომლებსაც ძალიან სქელი ტუნიკა მედი აქვს, ანუ ბევრი ვასკულარ smooth muscle-ები აქვთ, როდესაც კონსტრიქციას გააკეთებენ, ობსტრუქციას გააკეთებენ არტერიოლების, რაც პრევენციას გააკეთებს, რომ სისხლი არ შევიდეს პულმონარი კაპილარებში, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან თუ პულმონარი კაპილარებში დიფუზია და ჟანგბადის მიმოცვლა არ მოხდება, მაშინ მისი აზრი იკარგება და ტყუილად მოხდებოდა ენერგიების, სისხლის და ასე შემდეგ ხარჯვა. პულმონარი არტერიოლებში თუ წნევა მაღალია, იმიტომ რომ ობსტრუქცია არის, იმიტომ რომ რადიუსი შემცირებული რეზიდენტობა ძალიან გაზრდილია, მაშინ pulmonary trunk-შიც მაღალია წნევა და pulmonary trunk-ში წნევა შეგვიძლია აღვქვათ როგორც afterload-ი. Afterload-ი არის ის წინაღობა, ის ძალა, რომელიც მარჯვენა პარკუჭმა უნდა გადალახოს და ამისთვის მარჯვენა პარკუჭში იქნება სტრესი. ანუ ის wall stress-ი, რომელიც pulmonary trunk-ში წნევის გადასალახად შეიქმნა, არის afterload-ი. თუ უფრო მაღალია წნევა pulmonary trunk-ში, ეს ნიშნავს, რომ მარჯვენა პარკუჭში უფრო მეტი contraction-ი სჭირდება, შესაბამისად ხდება ჰიპერტროფია უჯრედების, ანუ კარდიომიოციტების ჰიპერტროფია. როდესაც ვაპარაკობთ ჰიპერტროფიაზე და ჰიპერტროფია განაპირობებს, რომ ანუ სქელი არის უფრო, ხო, მარჯვენა პარკუჭი. როდესაც ვაპარაკობთ ჰიპერტროფიაზე, ვგულისხმობთ რას? კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გულის კუნთების რაოდენობრივი ზრდა არ ხდება. ანუ ჰიპერპლაზია არ ხდება. ჰიპერპლაზია არის, როდესაც უჯრედების რაოდენობრივი ზრდა ხდება და ჰიპერტროფია, როდესაც უჯრედის ზომაში ზრდა ხდება. გულში ყოველთვის ჰიპერტროფია და არა ჰიპერპლაზია, იმიტომ რომ კარდიომიოციტები უჯრედის ციკლის G0 ფაზაში, ანუ G0 ფაზაში არიან გაჭედილები და მათი გამრავლება ვერ ხდება.
ისევე როგორც მაგალითად ნეირონების. ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ ჰიპერტროფიას, ან უჯრედის ზომაში ზრდაში, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ხდება ციტოპლაზმის ან რომელიმე ორგანელის რაოდენობრივი თუ ზომის გაზრდის ხარჯზე, არამედ სარკომერების ზომის გაზრდის ხარჯზე. სარკომერა კი კუნთის ფუნქციური და სტრუქტურული ერთეულია. ერთ სარკომერას ვთვლით, რომ ერთი Z-line-დან მეორე Z-line-მდე არის და თუ სარკომერა სარკომერების რაოდენობის გაზრდა მოხდება სერიულად, ნიშნავს, რომ მაშინ უფრო სიგრძივად მოხდება და ეს იქნება ექსცენტრული ჰიპერტროფია და ექსცენტრული ჰიპერტროფია volume overload-ის დროს ხდება, მაგრამ თუ სარკომერების ზომაში ზრდა მოხდება პარალელურად, მაშინ ნიშნავს, რომ ეს კონცენტრული ჰიპერტროფია, იმიტომ რომ pressure overload-ია. რაც ამ შემთხვევაში მარჯვენა პარკუჩ მაღალი წნევის pulmonary trunk-ში მაღალი წნევის გადალახვის შედეგად უწევს, ანუ ფეტალურში რო ვხედავთ მარჯვენა პარკუჩის ჰიპერტროფიას, იგულისხმება, რომ ეს არის კონცენტრული ჰიპერტროფია. თუ afterload-ი უფრო მაღალია მარჯვენა პარკუჩში, იმიტომ რომ pulmonary trunk-ში წნევა მაღალია. მაშინ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც მარცხენა პარკუჩი უფრო სქელია, პლუს უკვე პულმონარი კაპილარებში ჟანგბადის მიმოცვლა ხდება, ფილტვში აღარ არის სითხე და ასე შემდეგ. მაშინ დავიწყოთ დეტალურად რა დრამატული ცვლილებები ხდება დაბადების შემდეგ. პირველი ჩასუნთქვის შემდეგ, პირველი ცვლილება რაც არის ის, რომ პირველი ჩასუნთქვა ხდება, იმიტომ რომ თორაქში -40 -60 სანტიმეტრი წყლის წნევის, ანუ ნეგატიური თორაქსის წნევის შექმნა ხდება, რაც გამოიწვევს, რომ მასიურად მოხდება ჰაერის ჩასუნთქვა, რომელიც შევა ალვეოლებში, იმ ალვეოლებში, რომელშიც ჟანგბადი არ იყო, რის შედეგადაც პულმონარი კაპილარების ვაზოკონსტრიქცია იყო, ხო? მაგრამ თუ მასიურად ჰაერი მოხვდება ალვეოლაში, და პირველად გაიხსნება ალვეოლა. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროს lung compliance-ი დრამატულად იზრდება და lung compliance-რობა არის ერთი ერთეულით მოცულობის ცვლილება წნევას როგორ შეცვლის. ეს არის compliance-ი და დრამატულად გაიზრდება ფილტვის compliance-ი. ასევე ჟანგბადი, რომელიც არ იყო და ამიტომ ვაზოკონსტრიქცია იყო, ეს შესული ჟანგბადი უკვე ამ ჰიპოქსიურ პულმონარი ვაზოკონსტრიქციას დაინჰიბირებს და მივიღებთ რას? რომ პულმონარი არტერიოლების მასიური დილატაცია მოხდება, ანუ უმეტესი პულმონარი არტერიოლა გადიდდება, ასევე ეს დილატაცია მოხდება მასიური ნიტრიკ ოქსიდის, ანუ NO-ს გამოყოფით, რომელიც ძლიერი ვაზოდილატატორია, პულმონარი კაპილარების რეკრუიტმენტი დისტენჟენი მოხდება და პულმონარი ვასკულარული რეზისტენტობა 80%-ით შემცირდება, რაც ძალიან დრამატული ცვლილება არის. ეს მოხდება პირველ რამოდენიმე წუთში. შესაბამისად, მარჯვენა პარკუჩ afterload-ი აღარ აქვს და თუ afterload-ი ეგეთი ძალიან მძიმე აღარ არის, იმიტომ რომ წნევა შემცირდა, რადგან პულმონარი არტერიოლები დილატირდა, ნიშნავს, რომ რადიუსი გაიზარდა, თუ რადიუსი გაიზარდა, რეზისტენტობა შემცირდა, თუ რეზისტენტობა არ არის, ფლოუს წინააღმდეგობა არ აქვს. შესაბამისად, წნევა, რადგან პულმონარი ტრანკში შემცირდა, მარჯვენა პარკუჩს არანაირ ლოგიკური ახსნა არ აქვს, რომ ჰიპერტროფია ან გააგრძელოს, ან შეინარჩუნოს და განიცდის შემდეგ ადაპტაციურ პასუხს, რომელიც არის ატროფია. ანუ იწყებს ისევ უკან ზომაში შემცირებას, სარკომერების რაოდენობის შემცირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანად მოხდება დაბადებიდან 4-დან 6 კვირის განმავლობაში, ხოლო სრულად დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიაღწევს იმ ზომას, რაც დაახლოებით მსგავსი იქნება უკვე ზრდასრული გულის. ასევე pulmonary venous return გაიზრდება, იმიტომ რომ უკვე კაპილარებში, არტერიოლებში და შესაბამისად ვენებში დრენირება ხდება და დრენირებული pulmonary ვენებიდან მარცხენა ატრია უფრო მეტ preloads, ანუ უფრო მეტ სისხლს მიიღებს და preload-ი არის მარცხენა პარკუჩისთვის end diastolic მოცულობა, იგივე და ვზომად მილilitrებში და ამ დროს მარცხენა ატრია, რადგან უფრო მეტი სისხლი მიიღო, მარცხენა ატრიაში წნევა უფრო გაიზრდება, ვიდრე მარჯვენა ატრიაში. ეს გამოიწვევს, რომ septum primum-ი, რომელიც როგორც ვალვი ისე მუშაობდა, საპირისპირო მხრიდან დაიპრესება, ანუ მიაწყვება და septum secundum-ის საწინააღმდეგოდ ძალიან დიდი წნევის გრადიენტის გამო და დაიხურება ეს სეპტალური დეფექტი. Patent foramen ovale. ეს არის ფუნქციური დახურვა, რომელიც ხდება
5-დან 12 საათის განმავლობაში, მაგრამ ანატომიურად რო ესენი ერთმანეთს შეერწყას, ამას ჭირდება 3-დან 12 თვე, თუმცა patent foramen ovale არის ხოლმე, ანუ ანატომიურად არ არის შერწყმული და ფიზიოლოგიურად როგორც ჩუნტი ისე არ მუშაობს, პოპულაციის დაახლოებით 25%-ში, რაც თუ სხვა დაავადებები არ არის, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ხოლმე. ასევე ductus arteriosus-ი, რომელიც არის ის ხიდი, რომელიც pulmonary trunks აკავშირებს აორტასთან და ეს რატომ განვითარდა ეს ductus arteriosus-ი. თუ წნევა უფრო მაღალი იყო დაბადებამდე pulmonary trunk-ში და ალვეოლებში სითხე იყო და არანაირი აზრი არ აქვს, რომ იქ სისხლი ჩადრონირდეს, იმიტომ რომ pulmonary arteriolები ვაზოკონსტრიქცირებულია, ის ცოტა რაოდენობა სისხლი, რომელიც მარჯვენა პარკუჭიდან trunk-ში გადავიდა, ის სისხლიც მაღალი წნევიდან აორტაში დაბალი უფრო შედარებით დაბალი წნევისკენ გადაადგილდება. ამ ხიდით, რომელსაც ductus arteriosus ვეძახით, რომელიც დაბადების შემდეგ დაიკეტება. დაახლოებით 2-დან 3 კვირაში. ასევე რა ხდება კიდევ დაბადების შემდეგ მასიურად? ფილტვებში სითხე რომელიც არის მასიურად უნდა გამდევნოთ. ეს სითხე პირველ რიგში, როდესაც ვაგინალური დაბადება, ანუ ვაგინალური დელივერი ხდება, სკვიზინგი ხდება, ანუ ამ თორაქსის მოჭერა ხდება გარედან ვაგინალურ კანალში, რაც აიძულებს, რომ ფილტვებში ეს სითხე გადმოიღვაროს ოროფარინქსიდან, ანუ პირიდან და ეს ხდება სითხის დაახლოებით 30%-ის ვოლიუმით. მეორე რაც უნდა მოხდეს არის, რომ პოსტკაპილარულ ვენულებში უნდა მოხდეს ამ სითხის რეაბსორბცია, ანუ სისხლის ცირკულაციას დაუბრუნდეს და ფილტვში აღარ იყოს. ეს ხდება ხოლმე ბეტა-ადრენერგული surge-ის გამო, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს შემდეგ ენაკების, ანუ ეპითელიალურ სოდიუმ ჩანელების დიდი რაოდენობით დასინთეზირებას და ჩადებას პლაზმურ მემბრანაში, რაც გამოიწვევს, რომ ნატრიუმის აბსორბცია მოხდება ძალიან და ნატრიუმი არის აქტიური ოსმოლი. თუ ნატრიუმი ძალიან ბევრი იქნება ერთ სფეროში ვიდრე მეორეში, მაშინ ოსმოსი მიმართული იქნება დაბალ ოსმოლარული გრადიენტიდან მაღალ ოსმოლარულ გრადიენტისკენ. შესაბამისად, სადაც ნატრიუმი მიდის, ყოველთვის მას წყალი მიყვება. თუ ჩავსვით ეპითელიალურ სოდიუმ ჩანელები, რომ აბსორბცია მომხდარი იყო და მეტი ნატრიუმი შევიწოვეთ, ნიშნავს, რომ ბევრ ნატრიუმთან ერთად წყალი შევიწოვეთ, შესაბამისად, ის სითხე, რომელიც ფილტვში იყო, აბსორბციას უკეთებთ და ასევე აბსორბციას აკეთებს ლიმფატიკ ვესელები. შესაბამისად, მივიღეთ, რომ უმეტესი სითხე დაახლოებით დაბადებიდან 2-დან 4 საათში შეიწოვა ორგანიზმმა და დაახლოებით ეს შეწოვა მოხდა 12 საათის განმავლობაში. adult გული უკვე იმის გარდა რომ რა თქმა უნდა ლოგიკურად მარცხენა პარკუჭი იმიტომ უფრო სქელი გახდა რომ აორტის წნევა ბევრად უფრო მაღალია სისტოლური blood pressure აორტაში არის დაახლოებით 120 მმ მერკური, როდესაც pulmonary trunk-ში დაახლოებით 30 მმ მერკური არის ხოლმე. ანატომიურად ეს გული უკვე adult-ში მდებარეობს არა კომპლექსურად არც ძალიან ჰორიზონტალურად, არც ძალიან ვერტიკალურად, თუმცა ადამიანის აღნაგობა ძალიან განაპირობებს მისი გულის მდებარეობას, მაგალითად, ისეთი ადამიანები, რომლებიც გამხდარი და მაღლები არიან, მათი გული უფრო ვერტიკალურად არის შედარებით მოთავსებული, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ჭარბწონიანები და დაბლები არიან ხოლმე. მაგრამ სტანდარტულად 70 კილოგრამიანი ადამიანის გულის მდებარეობა რო განვიხილოთ, რაც სტანდარტულად მედიცინაში მიღებულია და ძირითადად ასეთ кейსებზე საუბრობთ ხოლმე ნორმის ფარგლებში, გული მდებარეობს სტერნუმის უკან და მისი ნაწილი მარჯვენა პარასტერნალურად ნაწილი მარჯვენა ატრიის და მარჯვენა პარკუჭის ნაწილი ჩანს, უმეტესობა არის მარცხენა პარასტერნალურად მდებარე და ეს არის კრიტიკული CPR-ის გაკეთების დროს. როდესაც სტერნალურ ძვალზე ხდება კომპრესიები, სტერნალური ძვალის უკან მდებარეობს მარჯვენა პარკუჭი და პარკუჭებს ვაიძულებთ მექანიკურად შეიკუმშონ, ხო? პარკუჭის როლი არის, რომ პამპინგი გააკეთოს სისხლის, შეკუმშვით წნევა იმდენად გაზარდოს, რომ pulmonary trunk-ში ან აორტაში შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა პარკუჭმა წნევას გადააჭარბოს და სისხლის ცირკულაციაზე იყოს პასუხისმგებლები. ასევე აქ აუცილებელია ვთქვათ, ხო, შესაბამისად, გულის მდებარეობა არის უკრიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ზევიდან ქვევით.
ანუ ყველაზე ახლოს chest cavity-სთან მარცხენა პარკუჭის აპექსი მდებარეობს და რადგან აპექსი ვახსენეთ, ნიშნავს რომ უნდა განვსაზღვროთ აპექსი და ბეიზი. აპექსი არის ის წაწვეტებული ქვედა ნაწილი, რომელიც მარცხენა პარკუჭს აქვს და ბეიზი, რომელიც ატრიოვენტრიკულარულ ვალვებს, ანუ მიტრალური და ტრიკუსპიდისკენ ზევით არის. ანუ ეს იქნებოდა მაგალითად აპექსი, ბეიზი და ეს იქნებოდა აპექსი. აპექსი მდებარეობს ყველაზე ახლოს chest cavity-სთან. ამიტომ პალპაციით, ანუ როდესაც ხელს დავადებთ კონკრეტულად დაახლოებით მეხუთე ინტერკოსტალზე anterior axillary line-თან, ადამიანს შეიძლება აპიკალური ბითინგი, ანუ მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის შეგრძნება. ასევე წინიდან, როდესაც ვუყურებთ პაციენტს, აი აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ უფრო მეტად დავინახავთ მარჯვენა ატრია და მარჯვენა პარკუჭს და თუ ძალიან ოდნავ მარცხენა პარკუჭს, თუ უკნიდან შევხედავთ პაციენტს, უმეტესად დავინახავთ მარცხენა ატრია და მარცხენა პარკუჭი. შესაბამისად, გული არა ცენტრალურად და თანაბრად, არამედ ოდნავ უფრო ობლიკვი მდებარეობს და უმეტესად მარჯვენა ატრია და მარჯვენა პარკუჭს ხედავთ წინიდან, ვიდრე მარცხენა პარკუჭს და მარცხენა ატრიას, რომელიც უფრო posterior view-დან, ანუ უკნიდან ჩანს ხოლმე. შესაბამისად, ეს სარქლებით ცოტა ობლიკვი მდებარეობენ, მათი outflow ტრაქტებით შესაბამისად, ამიტომ flows, რომელიც მარჯვენა ატრიიდან მარჯვენა პარკუჭში ჩამოდის და შემდეგ pulmonary trunk-ში ადის, ესეთი U-shaped აქვს და flows, რომელიც მარცხენა ატრიიდან მიტრალში ჩამოდის მარცხენა პარკუჭიდან და მარცხენა პარკუჭიდან აორტაში ადის, ასევე U-shaped აქვს. დაახლოებით გადაჭრილზე შეგვიძლია ვნახოთ პარკუჭები, აი ეს თავისი პაპილარი კუნთები, რომელიც პარკუჭიდან გამოდის და ერთიან გაგრძელდება ქორდატენდინეებში, რომელიც ლიმფლეტებზე არის მიმაგრებული. და ეს ლიმფლეტები არის სარქლების ნაწილი, მაგალითად ტრიკუსპიდი სამსარქლოვანია და მიტრალი ორსარქლოვანია, რომელიც წნევის გრადიენტის მიხედვით ან იზრდება და ან იკეტება. და ქასფები ცოტათი ოდნავ უფრო განსხვავებული აქვს ფაუჩის მსგავსი სემილუნარულ ვალვებს, აორტის და პულმონარის, რომელიც სამი აქვს ორივეს. და ისინი წნევის გრადიენტის მიხედვით იღებიან ან იკეტებიან. მათ პაპილარი კუნთები და ქორდატენდინები არ გააჩნიათ. დაახლოებით დღეს ვეცადეთ, რომ მივახილვა გაგვეკეთებინა გულის ემბრიოლოგიის და მასთან დაკავშირებული პათოლოგიის, ოდნავ ანატომიასაც შევეხეთ, თუმცა ეს ცალკე უფრო კომპლექსური და დეტალური საკითხია და ვეცდებით, რომ სხვა ვიდეო გაკვეთილში დავფაროთ. იმედია საინტერესო იყო და შევეცდებით კიდევ უფრო ბევრი კომპლექსური საკითხები მიმოვიხილოთ.